მოდით სწრაფად გადავხედოთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ნოემბრის მატჩებისთვის. საქართველოს ნაკრები ხომ იცით ემზადება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი თამაშისთვის. 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთს ვეთამაშებით, 18-ში კი სოფიაში ბულგარეთს. ჩვენმა მწვრთნელმა ვილის ანიოლმა 25 ფერბურთელი გამოიძახა ამ თამაშებისთვის. გუნდი მზადებას 10 ნოემბერს დაიწყებს თბილისში. ისიც უნდა ვთქვათ, რომ 4 ტურის შემდეგ 3 ქულა გვაქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსი სიმართლე გითხრათ, მხოლოდ თეორიულია. აბა ნახოთ, რა არის მთავარი ამ შემადგენლობაში. პირველი რაც თვალში საცემია, ორი ახალი სახეა ნაკრებში. პირველად არიან გამოძახებულები. იური ტაბატაძე, 25 წლის, ესპანური კადისიდან თამაშობს და ალექსანდრე ნარიმანიძე, 20 წლის, სლოვაკური ჟილინადან. ანუ ცოტა ახალი სისხლის შემოდის გუნდში. მეორე რა თქმა უნდა, ბირთვი ისევ ჩვენი გამოცდილი ლეგიონერები არიან. მეკარეებში გიორგი მამარდაშვილია ლივერპულიდან, დაცვაში ისევ გურამ კაშია სლოვანიდან, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში კი ოთარ კიტეიშვილი შტურმიდან და რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია PSG-დან არიან მთავარი ფიგურები. სხვებიც არიან, რა თქმა უნდა, 25 კასია სულ. და ბოლოს, მესამე პუნქტი. მიუხედავად იმისა, რომ გასვლის შანსი ძალიან პატარაა, ეს შემადგენლობა გვაჩვენებს, რომ გუნდი თან ახალგაზრდებს აძლევს შანსს, თან ცდილობს ეს ციკლი ძლიერად დაასრულოს. ანუ მომავალზეც ფიქრობენ და ამ კონკრეტულ თამაშებსაც. მოკლედ ეს არა, გამოცდილებისა და ახალგაზრდული ენერგიის ნაზავია ამ ბოლო მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოიწონეთ ვიდეო.